გამარჯობა დიანა, მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. შეერთებულ შტატებს უკვე ყავს არჩეული პრეზიდენტი, ეს არის ტიტული ამ ადამიანის არჩევნებიდან ინაუგურაციამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპი ახლა იქნება ადამიანი, ვისაც სადაზვერო სამსახურები, მაგალითად საგარეო საქმეთა სპეციალისტები ისეთივე ბრიფინგებს ჩაუტარებენ, როგორც უტარდება ახლა შეერთებულ შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს. ანუ ის დღეიდანვე უკვე ხდება ისეთი გადაწყვეტილების მიმღები არ იქნება ქვეყნისთვის, თუმცა ყველა ინფორმაციაზე ექნება წვდომა, რაც უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს. ეს ერთი, ნამდვილად გადაწყვეტილია, ჯერ ისევ მიმდინარეობს ზოგიერთ უბანზე დათვლა, უბნები ბოლომდე არ არის გამოცხადებული და რაღაცა ხმები სავარაუდოდ შესაძლოა, რომ ტრამპს დაემატოს კიდე, ასევე ძალიან დიდი ალბათობით დაემატება ჰარისაც. ხმების გარკვეული რაოდენობა, თუმცა ტრამპი უკვე გადაცდა 270-ს, რაც არის მინიმალური მოთხოვნა საარჩევნო კოლეგიის წევრების ხმებისა, ანუ შედეგი უკვე გვაქვს, ტრამპი ნამდვილად არის ამერიკის არჩევნებში. ია, ეს იყო არჩევნები თუ ეს იყო გადარჩევნები? ანუ როგორც ამბობენ, ანუ ტრამპის გამარჯვებაში ეს იყო არსებული ადმინისტრაციის მიმართ ნიჰილიზმი, ეს თქვა დამოკიდებულება მოქალაქეების, ანუ რა იყო მაინც დაუბრუნდები მთავარ კითხვას ფაქტორებთან დაკავშირებით, ვინაიდან მერყევი შტატები, ეგრეთ წოდებული მერყევი შტატები, რომლებმაც ეს თქვა გადამწყვეტი როლი შეასრულეს ტრამპის გამარჯვებაში. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი ფაქტორი იყო ეკონომიკა შეერთებული შტატების, ყოველთვის საარჩევნო საკითხებზე საუბრისას ეკონომიკა ყოველთვის იყო ხოლმე წამყვანი თემა და ეს არ შეცვლა ბოლო 10 წლეულების განმავლობაში. ის ინფლაცია, რომელიც განიცადა შეერთებულმა შტატებმა ბოლო 2 წლით ადრე, ძალიან ისევ ახსოვს როგორც ჩანს ამომრჩეველს, განსაკუთრებით იმ ამომრჩეველს, რომელიც უფრო მეტად ესეთი სამუშაო კლასს წარმოადგენს, რომელიც ძალიან ხშირ შემთხვევაში დემოკრატიული პარტიის ამომრჩევლად უფრო ითვლებოდა წარსულში, ვიდრე რესპუბლიკურისა, მაგრამ როგორც ჩანს, აი ტრამპმა შეძლო მათი დაყოლება ან მათ რაღაცნაირად შეძლო მათი გულის ტკივილის გაზიარება და მათთვის დანახვჩვენება იმისა, რომ ის მათთვის იქნება პრეზიდენტი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი აზრით იმიგრაციის თემაც და ამერიკის საზღვრის თემა. ეს ორი თემა იყო ტრამპის ძალიან ისეთი წამყვანი ნარატივები იყო მთლიანად აგებული იმაზე, რომ ჯერ ერთი ეკონომიკაზე არ ზრუნავს ბაიდენის ადმინისტრაცია, ვერ უშველა ეკონომიკას ბაიდენის ადმინისტრაციამ და მეორე იყო ის, რომ ამერიკის საზღვარი ამ ქვეყნის საზღვარი არის ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი საზღვარი მსოფლიოში, გამომდინარე იქიდან, რომ ის ამბობდა, რომ მილიონობით ადამიანი უსაბუთოდ შემოდის შეერთებულ შტატებში. ეს ორი თემა ძალიან აქტუალური იყო, მოგეხსენებათ საზღვრის თემა მან პირველი ვადის დროსაც წამოაყენა, მან დაიწყო კედლის მშენებლობა მექსიკასთან საზღვარზე, მან ეს კედელი ვერ დაასრულა საბოლოო ჯამში, თუმცა ძალიან დიდი ნაწილი, დაახლოებით 80% აშენებული ამ კედლის და თითქოს გააგრძელა ის საქმე, ადამიანებს უთხრა, რომ აგრძელებს იმ საქმეს, რაც დაიწყო 4 წლის წინ. ის ასევე ამბობდა იმას, რომ მას არ მიეცა საშუალება დაემთავრებინა ის საქმე, რაც დაიწყო, იმის გამო, რომ თქვა ჯერ ერთი კოვიდი იყო მისი ადმინისტრაციის ბოლო პერიოდის განმავლობაში და კოვიდმა ძალიან შეუშალა ხელი მას, ასევე მოგეხსენებათ ის უარყოფდა არჩევნების შედეგებს 2020 წლისა და ერთის მხრივ რაღაცა მოახდინა ის მობილიზაცია ადამიანებისა, რომლებიც ამბობდნენ, რომ აი ნამდვილად კი საზღვარი დაუცველია, ეკონომიკა არ მუშაობს. ასევე მისი ბაზის გასამყარებლად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი აზრით ის სასამართლო პროცესები, რომლებიც მიმდინარეობდა განსაკუთრებით აი ბოლო რამდენიმე დაახლოებით 9 თვის განმავლობაში. როცა ერთი მეორეს მიყოლებით მას იბარებდნენ სასამართლოში, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება არ ჰქონდა, ის სხვადასხვა შტატში საარჩევნო კამპანიის წარმოებისას სხვადასხვა შტატში იყო ვალდებული, რომ წასულიყო და სასამართლოში გამოჩენილიყო. ვფიქრობ ამანაც მისი ბაზის მობილიზება ყოველ შემთხვევაში შეძლო. მეორეს მხრივ ამან თავარი გასროლა, მასაც ჰქონდა ალბათ თავისი როლი ამ პროცესში.
ეს არის პენსილვანიაში. კი ბატონო, ტრამპის. კი, ამანაც და ამან უფრო მეტად ალბათ აჩვენა მისი ხასიათი ამ მომრჩეველს, ვიდრე რამე სხვა. თქვათ, აჩვენა ის, რომ მიუხედავად ასეთი ძალიან უკიდურესად სტრესული სიტუაციისა, როცა ნამდვილად გადარჩა ადამიანი სიკვდილს, სულ რამდენიმე წამის განმავლობაში ის ფეხზე წამოდგა და თქვა, ვიბრძოლოთ ესე. ამით დაანახა ადამიანებს, რომ არის ის, რასაც ხედავენ ისინი, მისი იქნება ეს აგრესიული საუბარი თუ ვულგარული თუ რა ვიცი ესეთ დაჟინებული მიყოლა იმ საკითხებზე, რასაც წარმოადგენდა საარჩევნო კამპანიაში, ამას გავაკეთებ. ერთის მხრივ თითქოს სიმბოლურად აჩვენა ადამიანებს ის, რომ მე ნამდვილად ვარ გადაწყვეტილების მიმღები, ნამდვილად არ მეშინია და მე კიდე დაბრუნდა მოგეხსენებათ იგივე ქალაქში, ესე ძალიან ესეთ სიმბოლური გათვლა იყო იმისა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა გამოწვევა მექნება, მაინც ვაპირებ რომ დაუბრუნდე ჩემს პირვანდელ, რა ვიცი, პოზიციას რაღაცაზე. ძალიან საინტერესო იყო ეს გამოკითხვები, რამდენად ახლოს იყვნენ კამალა ჰარისი და ტრამპი ერთმანეთთან. მაგრამ ახლა როგორც როცა უყურებთ ამ საარჩევნო რუკას მოგეხსენებათ წითელი არის რესპუბლიკური პარტიის ფერი ლურჯი არის დემოკრატიული პარტიისა და რუკას რომ უყურებთ ძირითადად ის შტატები სადაც მოსალოდნელი იყო რომ იქნებოდა ეს იასამნისფერი შტატები ასე რომ ვთქვათ მერყევი შტატები ესენი თითქმის ყველა გააწითლდა. ანუ ის დიდი ტალღა ეს წითელი წინა კონგრესის არჩევნებზე 2 წლის წინ იყო მოლოდინი იმისა, რომ იმის გამო რომ ტრამპის მხარდაჭერა ძალიან დიდია საზოგადოებაში მოხდებოდა ესეთი გაწითლება შეერთებული შტატების იქნებოდა წითელი ტალღა ასე ეძახდნენ ამას. მაშინ ეს არ მოხდა და სხვათა შორის ტრამპის მხარდამჭერმა რამდენიმე კონგრესმენმა და ასევე გუბერნატორებმა ადგილობრივ დონეზე დაკარგეს თანამდებობები, ხალხმა სხვა აირჩია მათ ნაცვლად. ამა გააჩინა მაშინ რაღაცა ერთგვარი შეხედულება, რომ აი თუ 2 წლის წინ ვერ მოახერხა ტრამპმა, ახლა მით უმეტეს ვერ მოახერხებს ამას ალბათ ამ წითელი ტალღის დაძვრა შეერთებულ შტატებში, რაც ნუ როგორც ხედავთ, ასე არ არის. სავარაუდოდ ტრამპმა მოიგო, არ გაიმარჯვა არამხოლოდ მოიპოვა არამხოლოდ ეს 270 კოლეგიის წევრის ხმა, არამედ ასევე მოიპოვა ადამიანების ინდივიდუალური ამორჩევლების მხრივ უფრო მეტი ხმა ვიდრე კამალა ჰარისმა, რაც ძალიან განსხვავდება 2016 წლის არჩევნებისგან. ანუ კოლეგიის ხმების მიუხედავად ზოგადად მილიონებში არის სხვაობა, ვთქვათ, მხარდაჭერის. და აი ჰილარი კლინტონმა ტრამპთან შედარებით 3 მილიონით მეტი ინდივიდუალური ხმა მოიპოვა, მაგრამ მან ვერ დააგროვა საარჩევნო კოლეგიის ხმები მაშინ და ახლა ამ შემთხვევაში ტრამპი ამბობს იმას, რომ მას ნამდვილი მანდატი აქვს ამერიკელებისგან, გამომდინარე იქიდან, რომ არა მხოლოდ შტატები, არამედ ასევე ინდივიდებიც უჭერენ მას მხარს. რა მოლოდინები შეიძლება არსებობდეს საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, მათ შორის მაგალითად საქართველოს შიგნით ხელისუფლება რაღაცნაირად განსაკუთრებით გულშემატკივრობდა მას ამ მხრივ როგორი შეიძლება იყოს ურთიერთობები და მისი მთავარი დაპირება იყო ასეთი, რომ და დღესაც გაიმეორა, რომ აღარანაირი ომები, მე ვაპირებ ომების შეჩერებას, ამ კუთხით რა მოლოდინები შეიძლება არსებობდეს. ზელენსკის მილოცვაც იყო ასევე საინტერესო გახსენებით იმ შეხვედრის, რომელიც ჰქონდა მას ტრამპთან და ეს თქვენ მშვიდობის იყო იმ ტიპის ჩანაწერი აი ამ ტექსტში, რომელიც ხაზს უსვამდა რა ტიპის შეთანხმებას დაუჭერს თავად ზელენსკი მხარს, როგორც ჩანს, მე წავიკითხავ ეს თქვათ მშვიდობა ძალის მეშვეობით არის ამ მიდგომისადმი ერთგულებას მოკლედ შეახსენა ტრამპს. ამაზეა ძალიან ხშირად საუბარი, რომ ტრამპი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიცით ტრამპი რას გააკეთებს, იმიტომ რომ უკრაინაზე სინამდვილეში მას ესეთი პოლიტიკა არ გაუცხადებია, უბრალოდ თქვა, რომ ომს დაამთავრებდა ინაჯერ, თქვა 24 საათში, შემდეგ თქვა ინაუგურაციამდე, მერე ისე 24 საათს დაუბრუნდა. ანუ ჩვენ არ ვიცით ის რას გულისხმობს ამაში, რას გააკეთებს, რა ნაბიჯებს გადადგამს. მაგრამ ვიცით ის, რომ გამომდინარე აი თუნდაც იმ ესა რა ქვია, ჰარში აწეული მუშტის
იმიჯიდან მოყოლებული. ვიცით ის რომ მას უნდა რომ იყოს ძლიერი, გამოჩნდეს როგორც ძლიერი და მისი ერთ-ერთი მთავარი ესეთი ამბიცია იქნება თუ მიზანი არის ის რომ ამერიკა გახადოს ისევ ძლიერი თუ ისევ გახადოს როგორც დროს ხანა შექმნას ამერიკაში. დამარცხებული და რუსეთთან მეორე მასე საფეხურზე მდგომი ამერიკა მგონი არ არის ტრამპის თვალთახედვაში. ანუ ტრამპი ფიქრობს რომ ის რასაც უკრაინაში, როგორც უკრაინაში დამთავრდება ომი, უნდა გამოაჩინოს ამ ომმა შეერთებული შტატები და პერსონალურად ტრამპი უფრო ძლიერად ვიდრე ეს არის იქნება პუტინი. იგივე შეიძლება ვთქვათ ტაივანის და ჩინეთის შემთხვევაში. იგივე შეიძლება ვთქვათ მაგალითად ახლო აღმოსავლეთში რაც ხდება. ანუ სამწუხაროა ის რომ არ ვიცით რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს საგარეო პოლიტიკაში, რაც განსხვავდება ძალიან შიდა პოლიტიკისგან, სადაც მან არაერთი ესე პოლისი განცხადება გააკეთა, რის გაკეთებას აპირებს. საგარეო პოლიტიკაში ასეთი რამ არ გვაქვს. ამიტომ ამას თავისი გამომწვევი ფაქტორი აქვს მეორეს მხრივ exit poll-ებიდან გამომდინარე ამერიკელების მაქსიმუმ 5%-ია დაინტერესებული მათთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ 5%-ისთვის არის მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო სხვათა შორის ამ არჩევნებშიც ალბათ. და აი ამ მოთხოვნა რომ არ არის იმისა, რომ საგარეო პოლიტიკის შესახებ იყოს უფრო მკაფიო კანდიდატი თუ ყოფილიყო, სანამ კანდიდატი იყო ტრამპი, ამის გამო ალბათ არც ჰქონდა მას, რა ვიცი, სურვილი, ან უბრალოდ არ იცოდა. ეხლა ეს რას ნიშნავს მეორეს მხრივ, რომ შიდა პოლიტიკაში ტრამპი იქნება სავარაუდოდ აქვს საკუთარი შეხედულება იმაზე თუ როგორი უნდა იყოს მოწყობა შეერთებული შტატების იქნება ეს რა ვიცი FBI-ის ცენტრალური ოფისის ვაშინგტონიდან სანამ სხვა შტატში გადატანა თუ რომელიმე თანამდებობის გაუქმება თუ ასე შემდეგ, მაგრამ საგარეო პოლიტიკაში დიდწილად დამოკიდებული იქნება მისი პოლიტიკა იმ ადამიანებზე, რომლებსაც ის შეარჩევს, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი, სახელმწიფო მდივანი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია ამ შემთხვევაში ეროვნული უშიშროების მრჩეველი, უსაფრთხოების მრჩეველი. გუნდის დაკომპლექტება და თავდაცვის მდივანი. ამ თანამდებობებზე რა გვსმენია ყველას რომ განიხილება მაიკ პომპეო როგორც ერთ-ერთი თავდაცვის მდივნის კანდიდატურა, თუმცა თვითონ პომპეოს არ დაუდასტურებია ის რომ სურს ან არ სურს. მან თქვა რომ თუ შემომთავაზეს ჩემი ქვეყნის სამსახურზე უარს ვერასდროს ვიტყვი. ასე რომ ჯერ ისევ განიხილება პომპეო, რაც თუ პომპეო იქნა თავდაცვის მდივანი, ეს ძალიან კარგად მიუთითებს საბოლოო ჯამში იმაზე, საწყის ეტაპზე მაინც ყოველ შემთხვევაში საიტწავა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა თავდაცვის კუთხიდან. ასევე არის საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა ნიკი ჰეილის შესთავაზონ საგარეო საქმეთა მინისტრობა თუ სახელმწიფო მდივნობა. ესეც რა თქმა უნდა გაეროში ხომ შტატების. როგორ? გაეროში ელჩი. გაეროში ყოფილი ელჩი და რესპუბლიკელი კანდიდატი, რომელიც ბოლომდე შერჩა პრაიმერების შემდეგ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიუხედავად პარტიის მოწოდებისა, რომ ის გათიშოდა რბოლას, ბოლომდე მაინც დარჩა, ეწინააღმდეგებოდა ტრამპს, სანამ არ დამთავრდა მთლიანად ეს პრაიმერების პროცესი, მანამდე ყველა სხვა კანდიდატი საკუთარი სურვილით გამოაკლდა. ეთიშებოდა. კი ბატონო, აღარ გვაქვს დრო, მაგრამ პრინციპში ამ გუნდის კომპლექტაციის შემდეგ იქნება უფრო ცხადი როგორი იქნება ეს პოლიტიკა. ძალიან დიდი ამაში შევა როგორც საქართველოსთან ურთიერთობა, როგორც უკრაინასთან ურთიერთობა, ასევე რა თქმა უნდა საქართველოსთან ურთიერთობა, ის რომ საქართველოს რაიმე მხრივ პრიორიტეტი იქნება შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისთვის, ეს ალბათ გაზვიადებული შეხედულება. კი ბატონო, გვაქვს ხოლმე გაზვიადებული შეხედულება. მადლობა ძალიან დიდი ია მეურმიშვილს, მე მას დავამშვიდობები და ვიდრე მაყურებელს დავამშვიდობები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო